ვინც არ იცის 1986 წლის სექტემბერში ფილჩნერის ყინულის თაროს დასავლეთ ანტარქტიდის კიდიდან უზარმაზარი ყინულის ნატეხი მოსწყდა. მას მაშინ უბრალოდ A23A დაარქვეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი უბრალოა, მეცნიერებმა სწრაფად შენიშნეს, რომ ეს ჩვეულებრივი აისბერგი არ იყო. სინამდვილეში ეს იყო ყველაზე დიდი აისბერგი მთელ მსოფლიოში. მისი ფართობი დაახლოებით 4170 კვადრატული კილომეტრი. ეს გავს იმას თითქოს უყურებ უზარმაზარ მცურავ ყინულის კუნძულს, რომელიც ნიუ-იორკზე 5-ჯერ უფრო დიდია. ეხლა წლების გასვლასთან ერთად ის უბრალოდ გაჩერდა ზღვის ერთ ნაწილში. ის თითქოს მუდმივ ყინულის კუნძულად იქცა, რომელიც ჩაფრულია ანტარქტიდის გაყინულ წყლებში. მაგრამ გასაოცარია, რომ 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ რაღაც უცნაური მოხდა. ხოლო 2023 წელს A23A კვლავ დაიძრა. თითქოს გიგანტი, რომელიც ცივ სამყაროში ეძინა, კვლავ გაიღვიძა. ეხლა ის ნელ-ნელა მიედინება ვედელის ზღვაში, ანტარქტიდის გვერდით. და ყოველ თვეში 150 კილომეტრზე მეტს გადაადგილდება. და ბევრი მეცნიერისთვის ეს სერიოზული გაფრთხილებაა. რადგან როდესაც უზარმაზარი აისბერგი იწყებს მოძრაობას, მას შემდეგ რაც მრავალი წლის განმავლობაში უძრავად იყო, ეს ნიშნავს, რომ ანტარქტიდაზე შესაძლოა დიდი ცვლილებები ხდება. და ექსპერტების უმეტესობის თქმით, ეს კარგი ნიშანი არ არის, მაგრამ ეხლა მთავარი კითხვა ისაა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყინულოვანი კონტინენტი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რა მოხდება თუ ანტარქტიდაზე მთელი ყინული საბოლოოდ დადნება? და როგორი იქნება მსოფლიო თუ ზღვის დონე იმდენად აიწევს, რომ ბევრ შენობას გადააჭარბებს? და მართალია თუ არა, რომ აქ არის სისხლი, რომელიც მყინვარისგან მოდის? და კიდევ ერთი გასაოცარი კითხვა, რატო პოულობენ აქ ამდენ მეტეორიტს? და შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ დღეს ანტარქტიდა ისევ გამწვანდეს? ამ ვიდეოში ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს მოწონება. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ეხლა დავიწყოთ. დასაწყისისთვის მოდით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. ვინც არ იცის, ადრე არსებობდა ძველი რუკები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე შორეულ ნაწილში იდუმალ მიწებს აჩვენებდნენ. ხშირად მას სამხრეთის მიწას ან ზოგჯერ terra incognita's უწოდებდნენ, რაც ნიშნავს უცნობ ადგილს. მაშინაც კი ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ ახსენა დედამიწის ყველაზე სამხრეთ რეგიონი დაახლოებით 350 წელს ჩვენს ერამდე თავის წიგნში ამინდისა და ბუნების შესახებ. მაგრამ გასაკვირია, რომ მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაადასტურეს ადამიანებმა ანტარქტიდა, მხოლოდ მაშინ განიხილეს იგი როგორც ნამდვილი კონტინენტი. პირველი ოფიციალური დანახვა აქ მხოლოდ 1820 წელს მოხდა. და რომ გაიგო რამდენად გვიანი იყო ეს ადამიანის ისტორიაში, უბრალოდ წარმოიდგინე. იმ დროს უკვე გამოგონებული იყო ბატარეა, ფოტოგრაფიაც არსებობდა, მაშინაც კი გაზიანი სასმელებიც უკვე არსებობდა და ქრისტეფორე კოლუმბა ამერიკა აღმოაჩინა ანტარქტიდის აღმოჩენამდე 3 საუკუნეზე მეტი ხნით ადრე. და მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ნახეს იგი, ბევრი მაინც არ იჯერებდა, რომ ეს იყო მთელი კონტინენტი. თითქმის 2000 წლეული დასჭირდა, სანამ იგი ოფიციალურად ცალკე კონტინენტად აღიარეს და არა უბრალოდ კუნძულად. ამის მიუხედავად, რაც უფრო მეტად იკვლევდნენ ანტარქტიდას მეცნიერები, მით უფრო მეტად გაოცებულები რჩებოდნენ. რადგან ეს უბრალოდ ცივი ადგილი არ ყოფილა. იგი ძალიან დიდი აღმოჩნდა. მისი ფართობი 14.2 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია, რის გამოც დედამიწაზე მეხუთე ყველაზე დიდი კონტინენტია. ის თითქმის ნახევარით უფრო დიდია, ვიდრე მთელი შეერთებული შტატები. მისი სანაპირო ზოლი თითქმის 18,000 კილომეტრს აღწევს. მაგრამ როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან ანტარქტიდის ნამდვილი საშიში საიდუმლო მის ყინულის ქვეშ იმალება. აქ მდებარეობს პლანეტის ყველაზე დიდი მყინვარები. სიამდვილეში დედამიწაზე არსებული მთელი ყინულის თითქმის 90% ანტარქტიდაშია. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული თითქმის მთელი გაყინული წყალი მხოლოდ ამ ერთ კონტინენტზეა თავმოყრილი. და თუ კი ზღვის მყინვარებსაც კი გამოურიცხავთ და მხოლოდ იმ მყინვარებს შევხედავთ, რომლებიც უშუალოდ მიწაზეა, მაინც დაახლოებით 14 მილიონი კვადრატული კილომეტრის სქელი ყინული. და რაც კიდევ უფრო გასაოცარია, აქ შენახული ყინულის რაოდენობაა. ითვლება, რომ ანტარქტიდაზე დაახლოებით 26.5 მილიონი კუბური კილომეტრი ყინულია. და რომ გავიგოთ რამდენად მძიმეა ეს, 1 კუბური კილომეტრი ყინული თითქმის 0.92 გიგატონას იწონის. მოკლედ რო ვთქვათ, ანტარქტიდის მთელი ყინულის საფარი დაახლოებით 24 მილიონ 380, ანუ 24,380 გიგატონას იწონის.
აქ მაინც არის ადგილები, სადაც ყინულის სისქე 4 კილომეტრს აჭარბებს. ეს უფრო მაღალია ვიდრე ბევრი მთა. მაგრამ აი ყველაზე შემაშფოთებელი კითხვა, რა მოხდება თუ ეს ყველაფერი დადნება? მეცნიერების თქმით, თუ ანტარქტიდაზე მთელი ყინული საბოლოოდ გაქრება, მსოფლიოს ზღვის დონე დაახლოებით 58 მეტრით აიწევს. ეს თითქმის 190 ფუტია თუ გადავთვლით. თუ ეს მოხდება, ბევრი ცნობილი ქალაქი მსოფლიოში შეიძლება მთლიანად ჩაიძიროს. ქალაქები, როგორიცაა ნიუ-იორკი და ლონდონი, შეიძლება რუკიდან გაქრეს წყალდიდობის გამო. და ნიდერლანდები, რომელიც ისედაც ზღვის დონეზე დაბალია, ნამდვილად გაქრება მსოფლიოს რუკიდან. მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ანტარქტიდის ყინული უბრალოდ ჩვეულებრივი წყალი არ არის. ეს მტკნარი წყალია. სინამდვილეში დედამიწაზე არსებული თითქმის 70% მტკნარი წყლისა აქ ინახება. ეს სწორედ აქ ხდება ანტარქტიდა კიდევ უფრო განსაკუთრებული. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის გარშემორტმულია უზარმაზარი ყინულით, ანტარქტიდან მაინც ითვლება უდაბნოდ. დიახ, უდაბნო. და ეს უბრალოდ ჩვეულებრივი უდაბნო არ არის. ეს არის ყველაზე მშრალი უდაბნო მთელ მსოფლიოში. მაგრამ როგორ მოხდა ეს? როგორ გახდა უდაბნო ადვილი, სადაც ყველაზე მეტი ყინული და წყალია მთელ პლანეტაზე? როცა სიტყვა უდაბნო გვესმის, ავტომატურად ვახსენდება დამცველი სიცხე, უსასრულო ქვიშა და დიდი ქვიშის ქარიშხლები, როგორც საჰარის უდაბნოში. მაგრამ მეცნიერების თქმით, უმეტესობის გავრცელებული წარმოდგენა უდაბნოზე არასწორია, რადგან უდაბნოს ნამდვილი კრიტერიუმი სიცხე კი არა, არამედ ნალექის ნაკლებობაა. მოკლედ რომ ვთქვა, თუ რომელიმე ადგილას თითქმის არ არის ნალექი ან ტენიანობა, ის უკვე უდაბნოდ ითვლება. თუნდაც ირგვლივ მხოლოდ ყინული იყოს. და ზუსტად ასეთი მდგომარეობაა ანტარქტიდაში. სამხრეთ პოლუსზე საშუალო წლიური ნალექი მხოლოდ დაახლოებით 15 მმ-ია. ეს ძალიან მცირე რაოდენობა. რო წარმოიდგინო, რამდენად ცოტაა ეს, თვითონ საჰარის უდაბნოც კი წელიწადში უფრო მეტ წვიმას იღებს. და ეს დაახლოებით 76 მმ-ია. დიახ, საჰარა უფრო ტენიანია ვიდრე ანტარქტიდა. ანტარქტიდაზე ზოგიერთი სანაპირო ზონა ზოგჯერ მცირე თოვლს ან ნალექს იღებს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და რაოდენობაც უმნიშვნელო. ამიტომ მთლიანობაში კონტინენტი უკიდურესად მშრალია. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი სქელი ყინულითაა დაფარული, ოფიციალურად მაინც ნამდვილი უდაბნო ეწოდება. და რაც უფრო გასაოცარია, ის სქელი ყინული, რომელსაც დღეს ვხედავთ, უბრალოდ რამდენიმე წელიწადში ან საუკუნეში არ წარმოქმნილა. მილიონობით წელი დასჭირდა, სანამ ანტარქტიდაზე ეს უზარმაზარი ყინულის ფენა წარმოიქვლებოდა. და თუ გონია, რომ ეს ადგილი უკვე ზედმეტად მშრალია, კიდევ უფრო საოცარი რამ არსებობს. ანტარქტიდის ერთ ნაწილში მეცნიერების თქმით, თითქმის 2 მილიონი წლის განმავლობაში წვიმა ან ნებისმიერი ნალექი არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც თითქმის 2 მილიონი წელია წვიმა არ ყოფილა. და მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ, რატომ გავს ეს ადგილი სხვა პლანეტას. დაუბრუნდეთ თემას, ანტარქტიდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რამ არის ის, რომ მას ნამდვილად არ ყავს მფლობელი. ეს არც ქვეყანა არის და არც კოლონია. მართალია, რამდენიმე ქვეყანას აქვს პრეტენზია ანტარქტიდის გარკვეულ ნაწილებზე, მაგრამ მთლიანობაში ანტარქტიდაზე ოფიციალურად არც ერთ ქვეყანას არ აქვს საკუთრების უფლება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ანტარქტიდას მაინც აქვს საკუთარი სატელეფონო კოდი, ინტერნეტ დომენი .aq და საკუთარი დროშაც კი. თითქოს ეს მართლაც სრულიად განსხვავებული სამყაროა ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრებიდან. და ანტარქტიდაზე მართლაც ბევრი რამ არ ემორჩილება დედამიწის ჩვეულ წესებს. მაგალითად, დროის სარტყლებს აქ თითქმის არ აქვს მნიშვნელობა. მსოფლიოს სხვა ნაწილებში ნათელია, რომელი საათია დილა, შუადღეა თუ ღამე. მაგრამ ანტარქტიდაზე ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ კვლევით სადგურში იმყოფები. თითოეული სადგური საკუთარ დროს იყენებს. და თუ ვიმეს კითხავ ახლა რომელი საათი ანტარქტიდაზე, ეს ცოტა ხრიკიანი შეკითხვაა. სამხრეთ პოლუსზე არის პერიოდი, როდესაც მზე თითქმის არ ჩადის. სექტემბრის 21-დან მარტის 23-მდე ხდება ეგრეთ წოდებული პოლარული დღე. ამ პერიოდში საერთოდ არ ღამდება. მზე უბრალოდ ჰორიზონტზე ტრიალებს და სინათლე უწყვეტად გრძელდება. თითქოს ძალიან გრძელი დღეა, რომელიც 184 ჩვეულებრივი დღის განმავლობაში გრძელდება. ამის შემდეგ მოდის პოლარული ღამე, ეს არის ხანგრძლივი პერიოდი თითქმის უწყვეტი სიბნელის, ამის გამო ანტარქტიდაზე დღე და ღამე თითქმის არ არის მკაფიოდ გამიჯნული და რა თქმა უნდა, იქაური უკიდურესი პირობების გამო თითქმის არავინ სურს მუდმივად იცხოვროს იმ ადგილას. ანტარქტიდაზე თითქმის არ არიან მუდმივი მცხოვრებლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად მაინც ცხოვრობენ იქ ადამიანები. ჩვეულებრივ ანტარქტიდაზე სეზონის მიხედვით დაახლოებით 1000-დან 5000-მდე ადამიანი იმყოფება. მათგან უმეტესობა მეცნიერები, მკვლევარები, სამთავრობო პერსონალი და ზოგჯერ მათი ოჯახებიც არიან.
ანტარქტიდის უფრო ხელმისაწვდომ ნაწილებში ექსპედიციაში მონაწილეობის ნებართვის მისაღებად მოთხოვნები ძალიან მკაცრი. მაგრამ რაც უფრო შორს მიდიხარ, უფრო საშიშ ადგილებში, წესები კიდევ უფრო მკაცრდება. და არის ერთი მოთხოვნა, რომელიც ნამდვილად გასაოცარია. ზოგიერთ მისიაში ადამიანებს, ვისაც ჯერ არ აქვთ აპენდიქსი ამოღებული, შეიძლება არ მისცენ მონაწილეობის უფლება. უცნაური არა, მაგრამ რატო არის საჭირო აპენდიქსის ამოღება ანტარქტიდაში წასვლამდე? იქ არის რაიმე სასიკვდილო ვირუსი, რომელიც აპენდიქსს ესხმის თავს. ასოხი დაკავშირებულია ერთ რეალურ შემთხვევასთან, რომელიც თითქმის ტრაგედიად იქცა. 1961 წლის 29 აპრილს 27 წლის საბჭოთა ექიმი ლეონიდ დროგოსოვი მოულოდნელად ძლიერი სისუსტით, სიცხით, ღებინებით და მუცლის მარჯვენა მხარეს ძლიერი ტკივილით დაავადდა. და რადგან ის იყო ერთადერთი ექიმი მათ 13 კაციან ექსპედიციაში, სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი შეემოწმებინა. დამოკლევის შემდეგ გამოვლინდა საშიში დიაგნოზი, მწვავე აპენდიციტი. და რაც კიდევ უფრო უარესია, ახლოს არ იყო თვითმფრინავი, რომელიც მას გადაარჩენდა. ამასთანავე ამინდი ძალიან ცუდი იყო, ამიტომ ევაკუაცია შეუძლებელი იყო. სხვა სიტყვებით რო ვთქვა, თითქოს მას სიკვდილი მიუსაჯეს. მაგრამ დანებების ნაცვლად, მან ისეთი რამ გააკეთა, რის დაჯერებაც თითქმის შეუძლებელია. მან გადაწყვიტა საკუთარი თავი ოპერაცია გაეკეთებინა. დიახ, მან თვითონვე ჩაიტარა აპენდექტომია საკუთარ სხეულზე. მისი თქმით, ეს იყო ერთადერთი გზა, რომ გადარჩენილიყო. და მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ძალიან რთული, საშიში და თითქმის დაუჯერებელი იყო, მის წარმატებით დასრულდა. და თავისი უდიდესი სიმამაცის გამო ლეონიდ დროგოსოვი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. ეხლა ამის მიუხედავად, თუ დაფიქრდებით, ალბათ საკმარისი მიზეზია ის, რომ ანტარქტიდაზე დღე ან ღამე ნახევარი წელი გრძელდება. რათა იგრძოთ თითქოს ანტარქტიდა უკვე დედამიწაზე აღარც იყოს. ეს უკვე გავს შორეულ ეგზოპლანეტას, რომელიც კოსმოსის სხვა ნაწილში ბრუნავს. მაგრამ კიდევ ერთი რამ არის, რაც ანტარქტიდაზე ყოფნისას კიდევ უფრო მეტად გაძნობინებს თითქოს კოსმოსში ხარ. არა, ჯერ უცხო პლანეტელებზე არ ვსაუბრობთ, ჯერ არა, რადგან კიდევ ერთი ტიპის სტუმარი არსებობს, რომელიც რეგულარულად მოდის ამ ადგილას, მეტეორიტები. სინამდვილეში ანტარქტიდა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დედამიწაზე, სადაც შეგიძლიათ კოსმოსიდან ჩამოვარდნილი მეტეორიტების პოვნა. პლანეტაზე ნაპოვნი ყველა მეტეორიტის თითქმის 2/3 სწორედ აქ არის აღმოჩენილი. და ბუნებრივია, ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ აქ? მეტეორიტები ანტარქტიდას უფრო ხშირად ხვდება ვიდრე სხვა ადგილებს. ზოგისთვის შეიძლება მაშინვე კონსპირაციული თეორიები გაახსენდეთ, მაგრამ ნამდვილი მიზეზი ბევრად უფრო მარტივია. აქ მეტეორიტები უფრო ხშირად არ ვარდება, უბრალოდ მათი პოვნა ბევრად უფრო ადვილი. რადგან ყველაფერი თეთრია, თუნდაც პატარა მუქი ქვაყინულზე მაშინვე თვალში საცემია. თითქოს ნახშირის ნაჭერი თეთრ ქაღალდზე დაგიგდია. გარდა ამისა, ანტარქტიდაში ჰაერი ძალიან მშრალია, ამიტომ მეტეორიტები აქ ნაკლებად ზიანდება ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში. და თუნდაც ისინი ფოლში ჩაიძირონ, მყინვარის მოძრაობას განსაკუთრებული ეფექტი აქვს. მეტეორიტებს ძალიან ღრმად ჩაძირვის საშუალებას არ აძლევს. ამის ნაცვლად ისინი ხშირად ზედაპირთან ახლოს რჩებიან, ამიტომ მეცნიერებისთვის ანტარქტიდა თითქოს ბუნებრივი საგანძურის საბადოა. 2022-დან 2023 წლამდე ექსპედიციის დროს ერთმა საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა მალევე იპოვა 5 ახალი მეტეორიტი, მხოლოდ მოკლე ძიების შემდეგ. და ერთ-ერთი მათგანი 7,6 კილოგრამს იწონით. ეს მეტეორიტისთვის ძალიან დიდია. მარია ვალდესის თქმით, რომელიც მუშაობს ბუნებრივი ისტორიის ფილდ მუზეუმსა და ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ბოლო საუკუნეში ანტარქტიდიდან დაახლოებით 45,000 მეტეორიტი იქნა ჩამოტანილი. და ამ რაოდენობიდან მხოლოდ დაახლოებით 100 მეტეორიტია იმავე ზომის, ან უფრო დიდი ვიდრე ის მეტეორიტი, რომელიც იმ ექსპედიციამ იპოვა. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის აღმოჩენა ძალიან იშვიათია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდაზე საუბრისას მხოლოდ ყინული და თოვლი გვახსენდება, ეს არ ნიშნავს, რომ იქ მხოლოდ ესენი შეგვხვდება. რადგან ანტარქტიდაზე არის ადგილები, რომლებიც ევროპულ მთებს გავს. ზოგჯერ როცა მის ფოტოებს უყურებ, შეიძლება იფიქრო, რომ შვეიცარიის ალპებში ხარ. მაგრამ არის ერთი დეტალი, რომელიც მაშინვე გაგახსენებს, რომ ნამდვილად ანტარქტიდაზე ხარ. ეს არის იმპერატორი პინგვინები. იმიტომ რომ იმპერატორი პინგვინები მხოლოდ აქ ხდება და დედამიწის სხვა არც ერთ ადგილას არ არიან. და ყოველ ნოემბრიდან მარტამდე, როცა სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, ანტარქტიდას საკრუიზო გემები სტუმრობენ. დიახ, მსოფლიოში ყველაზე ცივ კონტინენტზეც არის ტურიზმი. მაგრამ რაც უფრო სამხრეთისკენ მიდიხარ ანტარქტიდაზე, განსაკუთრებით ზამთარში, იქ ნამდვილად იგრძნობ იმ სიმკაცრეს, იმ სიცივეს, რომელიც თითქოს ძვლებამდე აღწევს.
სინამდვილეში დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა სწორედ აქ დაფიქსირდა. 2010 წელს ანტარქტიდაზე დაფიქსირდა ტემპერატურა -92 გრადუსი ცელსიუსით. ეს არის ყველაზე ცივი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა მთელ პლანეტაზე. და როცა ანტარქტიდაზე ვსაუბრობ, კიდევ ერთი რამ არის, რაც თითქმის ყველას სმენია, ოზონის ხვრელი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ცნობილია, ბევრმა ადამიანმა ნამდვილად არ იცის, რამდენად სერიოზულია ეს. ოზონის ხვრელი ატმოსფეროს ის ნაწილია, სადაც ოზონის კონცენტრაცია ძალიან იკლებს. და ოზონის ფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დედამიწის დამცავ ფარად მოქმედებს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების წინააღმდეგ. თუ ეს არ იქნება, პლანეტაზე ცხოვრება უფრო საშიში გახდება. მაგრამ არის ერთი რამ, რაც ბევრს ხშირად არასწორად ესმის. ოზონის ხვრელი ანტარქტიდაზე არ არის მუდმივი ხვრელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ღიაა. ეს სეზონური მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ ის ჩნდება და მცირდება სეზონის მიხედვით. ბრიტანელმა მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს ეს პრობლემა 1985 წელს. მათ შენიშნეს, რომ ყოველ აგვისტოში ანტარქტიდაზე ატმოსფეროს დიდ ნაწილში ოზონის კონცენტრაცია ძალიან დაბალია და დეკემბრისთვის ის თითქმის ქრება. ამის გამო სამეცნიერო საზოგადოება მაშინვე შეშფოთდა, რადგან თუ ეს გაგრძელდება და გაუარესდება, შესაძლებელია ამას დიდი გავლენა ჰქონდეს მთელ დედამიწაზე. და მეცნიერების მიერ ყველაზე მეტად მიღებული ახსნის მიხედვით, ამის მთავარი მიზეზიც ადამიანია. განსაკუთრებით ქლოროფლოროკარბონების, ანუ CFC-ების და კიდევ ასე მეტი მავნე ქიმიური ნივთიერების გამოყენება. მძიმე შეშფოთების გამო სხვა ქვეყნები სწრაფად მოქმედებდნენ. 1985 წელს ხელი მოეწერა ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვის შესახებ. და მხოლოდ 2 წლის შემდეგ ამას მოჰყვა მონრეალის პროტოკოლი 1987 წლის სექტემბერში. მას შემდეგ მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. მკვლევარები ყოველწლიურად ხედავენ, რომ ოზონის ხვრელი თანდათან მცირდება. ზოგი ოპტიმისტიც კი არსებობს, ვინც მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ის მთლიანად გაქრეს 2060 წლისთვის. და გაეროს ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით ეს მართლაც შესაძლებელია. მაგრამ ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2023 წელს, კვლავ გაჩნდა ახალი შეშფოთება. ევროპის საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზირების ცენტრის სატელიტური მონაცემების მიხედვით, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ იმ წელს ოზონის ხვრელი უფრო ადრე ჩამოყალიბდა. ჩვეულებრივ, ის უფრო გვიან ჩნდება, მაგრამ 2023 წელს ეს უკვე აგვისტოში დაიწყო. და ექსპერტებისთვის ეს ნორმალური არ არის. მარტინ დუკერის თქმით, რომელიც ახალი სამხრეთი უელსის უნივერსიტეტიდანაა, ოზონის ხვრელის ასე ადრე წარმოქმნა სრულიად მოულოდნელი იყო. და თუ ოზონის ხვრელი კიდევ უფრო გაიზრდება, შესაძლებელია სამხრეთის ოკეანე კიდევ უფრო გათბეს. ეს პრობლემა იმიტომაა, რომ ანტარქტიდა ამჟამად ზღვის ყინულის რეკორდულად დაბალ დონეს განიცდის. გარდა ამისა, ულტრაიისფერი გამოსხივების ზრდამ შეიძლება შეცვალოს ქარის მიმართულებები ანტარქტიდის გარშემო. და როცა ეს მოხდება, ყინულის დაკარგვა კიდევ უფრო დაჩქარდება. ამ ეტაპზე ალბათ მართლა დაგაფიქრებს ეს ყველაფერი. 2023 ალბათ საკმარისია უკვე. როგორც ჩანს, პლანეტას პრობლემები ერთი მეორის მიყოლებით ემატება, მაგრამ მეცნიერების თქმით, საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად ინფორმაცია ჯერ კიდევ არასაკმარისია. და სანამ ანტარქტიდა რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და იდუმალ ადგილად დედამიწაზე, ჩვენ კიდევ უფრო მეტ უცნაურ საიდუმოს აღმოაჩენთ, რომლებიც იქ არის დამალული. სოფლიოს უმეტეს ადგილებში მდინარე ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ ანტარქტიდაში ეს უნიკალური სასწაულია. ეს არის ონიქსის მდინარე, ანტარქტიდის ყველაზე გრძელი მდინარე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიგრძე მხოლოდ დაახლოებით 22 კილომეტრია, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული ის არის, რომ ეს მდინარე მხოლოდ თითქმის 2 თვის განმავლობაში მიედინება წელიწადში. თითქმის მთელი წლის განმავლობაში მისი კალაპოტი გაყინულია. მაგრამ როცა მოკლე ანტარქტიდული ზაფხული დგება, მდინარე უცებ ცოცხლდება და იწყებს დინებას ყველაზე ცივ კონტინენტზე. ეს ხდება ანტარქტიდის ქვეშ არსებული უნიკალური წყლის სისტემის გამო. სქელი მყინვარების ქვეშ დამალულია მყინვარქვეშა ტბები და მიწისქვეშა ნაკადულები. როცა ზაფხულში ყინული ნაწილობრივ დნება, წყალი გროვდება, მანამ სანამ საბოლოოდ არ გარეთ გამოედინება და არ შექმნის მდინარეებს, როგორიცაა ონიქსის მდინარე. და მიუხედავად იმისა, რომ აქ თევზი არ არის, ეს მდინარე სიცოცხლის წყაროა მიკროორგანიზმებისა და წყალმცენარეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ანტარქტიდის მკაცრ კლიმატში გადარჩენა. მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარია ადგილი, სადაც ეს მდინარე მიედინება, რადგან ის დედამიწაზე ყველაზე მშრალ ადგილას მდებარეობს. ეს არის მაკმერდოს შრალი ხეობები, ადგილი, სადაც თითქმის არ ყოფილა ნალექი 2 მილიონი წლის განმავლობაში. ატაკამის უდაბნოს ზოგიერთი ნაწილი ოაზის გავს ამასთან შედარებით. ეს ადგილი თითქმის სიცოცხლისგან დაცლილია. ნიადაგის რამდენიმე ნიმუშში მკვლევარებმა საერთოდ ვერ აღმოაჩინეს სიცოცხლის ნიშნები. ამიტომ მას ხშირად ადარებენ მარსს.
იმდენად გავს მარსის პირობებს, რომ NASA-მ ეს ადგილი ვიკინგის ლენდერების სატესტო პოლიგონადაც კი გამოიყენა. მაგრამ აქ კიდევ ერთი საიდუმლოა. ხეობებში მიმოფანტულია მუმიის მსგავსად შემორჩენილი სელაპების ნეშტები, რომლებიც შესაძლოა ასობით ან ათასობით წლის წინანდელია. დღემდე მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი პასუხი, რატო მოხვდნენ სელაპები ასეთ შორეულ ადგილას. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ასე მშრალია, ეგრეთ წოდებული კატაბატური ქარებია. ეს არის ძალიან ცივი და მშრალი ქარი, რომლის სიჩქარე ზოგჯერ 320 კმ/სთ-ში აღწევს. ამ ქარების გამო ეს ადგილი თითქმის 8 მილიონი წლის განმავლობაში თითქმის ყინულის გარეშე დარჩა. მაგრამ აქ ანტარქტიდა კიდევ უფრო უცნაური ხდება, რადგან დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილის გვერდით არის ჩანჩქერი, რომელიც სისხლისფრად გამოიყურება. ეს არის სისხლიანი ჩანჩქერი, yani ჩანჩქერი. ეს 1911 წელს გრიფით ტეილორმა აღმოაჩინა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ მისი წითელი ფერის მიზეზი მხოლოდ წყალმცენარეები იყო. მაგრამ მეცნიერების თქმით, ეს წყალი მოდის მყინვარის ქვეშ არსებული წყაროდან, რომელსაც ძალიან მაღალი რკინის შემცველობა აქვს. როდესაც ეს წყალი გამოდის და ჟანგბადთან ერევა, წარმოიქმნება რკინის ოქსიდები, რომლებიც სისხლისფერ იერს აძლევს მას. რაც კიდევ უფრო გასაოცარია, ამ წყალში ცხოვრობენ მიკრობები, რომლებიც ცოცხლობენ მზის შუქის და თითქმის ჟანგბადის გარეშე. ამიტომ სისხლიანი ჩანჩქერი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ასტრობიოლოგიის კვლევებისთვის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება დაეხმაროს ასუხისგაცემაში, შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის არსებობა მარსზე, ევროპასა და ტიტანზე. და ანტარქტიდაზე მხოლოდ უდაბნოები და მყინვარები არ არის. აქ გიგანტური მთებიც არის. ყველაზე მაღალია ვინსონ მასივი, რომლის სიმაღლეა 4892 მეტრი. მაგრამ უფრო გასაოცარია, რომ ანტარქტიდაზე მოქმედი ვულკანიც არის. ეს არის ერებუსის მთა, ვულკანი, რომელიც უკვე 1.3 მილიონ წელზე მეტია აქტიურია. და მის კრატერში არის ლავის ტბა, რომელიც უწყვეტად დუხს ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან. დიახ, არსებობს პირდაპირი მნიშვნელობით ლავის ტბა, დედამიწის ყველაზე ცივ ადგილას. მიუხედავად ამისა, გარდა იმისა, რომ ეს უჩვეულო ვულკანია, ერებუსის მთას ბნელი ისტორია აქვს. 1969 წლის 28 ნოემბერს ახალი ზელანდიის ავიახაზების DC-10 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი პირდაპირ ვულკანის ფერდობზე ჩამოვარდა. თვითმფრინავში მყოფი ყველა 257 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟი და მგზავრები, დაიღუპა. ეს ანტარქტიდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია იყო. ეს მხოლოდ აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად ლამაზიც არ უნდა იყოს ეს ადგილი, ის მაინც ძალიან საშიშია. მაგრამ საფრის მიუხედავად, ბევრი მკვლევარი და მეცნიერი მაინც რისკავს სიცოცხლეს, რათა შეისწავლოს ანტარქტიდა. და დღემდე მათი გმირობის კვალი ისევ დარჩენილია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიშანი არის ისტორიული ქოხები, რომლებიც ანტარქტიდის პირველმა მკვლევრებმა დატოვეს. როსის კუნძულზე არის რამდენიმე ძველი ქოხი, რომლებიც რობერტ ფალკონ სკოტმა და ერნესტ შეკლტონმა გამოიყენეს. ანტარქტიდის კვლევის, ეგრეთ წოდებული გმირულ ეპოქაში, ერნესტ შეკლტონის ქოხი, რომელიც 1907 წელს აშენდა, ითქოს გაყინული დროის კაფსულა. მის შიგნით ჯერ კიდევ ჩანს ძველი წამლები, საძილე ტომრები, კონსერვები და თუნდაც პურები, რომლებიც მკვლევარებმა დატოვეს. უკვე საუკუნეზე მეტი გავიდა. ანტარქტიდის უკიდურესი სიცივისა და მშრალი კლიმატის გამო ისინი თითქმის არ დაზიანებულა. იგივე ითქმის რობერტ ფალკონ სკოტის ქოხზეც, რომელიც 1911 წელს აშენდა. მათ იქ საკმარისი მარაგიც დატოვეს, ეს საკმარისი იყო, რომ 12-ზე მეტი ადამიანი 1 წლის განმავლობაში გადარჩენილი იყო. და გასაოცარია, რომ იქ არსებული ზოგიერთი საკვები დღემდე ვარგისია. მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარია ის, რომ ანტარქტიდაზე ნამდვილი პატარა ქალაქი არსებობს. ეს არის ვილა ლას ესტრელასი, ჩილეს დასახლება, სადაც არის სკოლა, პატარა სუპერმარკეტი, ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, ინტერნეტი და თუნდაც საფოსტო ოფისი. ეს ანტარქტიდაზე ორ მუდმივად დასახლებულ პუნქტთაგან ერთ-ერთია. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, აქ დაახლოებით 80-დან 100-მდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა სეზონის მიხედვით იცვლება, მაგრამ იმის გამო, რომ სამედიცინო დაწესებულებები შეზღუდულია, ამბობენ, რომ იქ დასახლებამდე მოსახლეებს აპენდექტომიის გაკეთება სჭირდებათ, რათა გადაუდებელი შემთხვევები თავიდან აიცილონ. და რა თქმა უნდა, ანტარქტიდა სრულყოფილი არ იქნებოდა, რომ არ გვესაუბრა მის ყველაზე ცნობილ ადგილზე, სამხრეთ პოლუსზე. იგი ასევე ცნობილია როგორც გეოგრაფიული სამხრეთ პოლუსი, ან 90 გრადუსი სამხრეთით. ეს არის დედამიწის ყველაზე სამხრეთ წერტილი, სადაც პლანეტის ბრუნვის ღერძი იკვეთება. ის მდებარეობს უზარმაზარ, შვიდ და თითქმის უსასრულო თეთრ ლანდშაფტზე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2835 მეტრზე. და თუ აქ მოხვდები, შეამჩნევ, რომ გარემო ძალიან მარტივია, არ არის ხეები, არ არის მთები, თითქმის ყველგან თოვლია, სადამნით თვალს მიაწვდენ, მაგრამ იქ არის ერთი განსაკუთრებული რამ. მეტალის ჯოხი,
რომელიც ზუსტად სამხრეთ პოლუსის მარკერს წარმოადგენს და სასაცილოა, რადგან ყოველ წელს ეს ოდნავ გადააქვთ. იმიტომ რომ თვითონ ანტარქტიდის ყინულიც კი ნელ-ნელა მოძრაობს ყოველ წელს. თუმცა თუ გონია რომ სამხრეთ პოლუსი ძალიან მოწყენილი და იზოლირებულია, ეს შეგრძნება ცოტათი შეგიმსუბუქდება, როცა ამუნსენ სკოტის სამხრეთ პოლუსის სადგურს ნახავთ. ეს არის კვლევითი სადგური, რომელიც პირდაპირ გეოგრაფიულ სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს და მათთვის, ვისაც სურათების გადაღება უყვარს, აქ არის სპეციალური ადგილი, რომელსაც ცერემონიული სამხრეთ პოლუსი ეწოდება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ანტარქტიდაზე ადამიანები და თანამედროვე სადგურები არიან, ის მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ გარემოთ დედამიწაზე. და გასაკვირია იმის წარმოდგენა, რომ ადრე ამ კონტინენტს სრულიად განსხვავებული სახე ჰქონდა. მილიონობით წლის წინ ანტარქტიდა მთლიანად ყინულით დაფარული არ იყო. აქ დღეები იყო, მცენარეები იზრდებოდა და დინოზავრები დასეირნობდნენ იმ ადგილას, რომელიც ახლა სქელი მყინვარებით არის დაფარული. 145 მილიონიდან 66 მილიონი წლის წინ ანტარქტიდის სანაპიროებზე პალმის ხეებიც კი იზრდებოდა. მაშინ საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 20 გრადუსი ცელსიუსი იყო. მეცნიერები ამ პერიოდს ეოცენის სათბურის პერიოდს უწოდებენ, როდესაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე მაღალი იყო და დედამიწის კლიმატი ძალიან ცხელი იყო. და ეს ყველაფერი არ არის, მაშინ ანტარქტიდა ეკვატორთან უფრო ახლოს იყო. მაგრამ მილიონობით წლის განმავლობაში ის ნელ-ნელა მაინც მოძრაობდა. აქ უკვე არსებობდა დღეები, რომლებიც 1000 წლების განმავლობაში არსებობდნენ, ახლა კი მხოლოდ მცენარეებისა და უძველესი ცხოველების ნამარხებია დარჩენილი. როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ანტარქტიდა ოდესღაც მწვანე იყო. მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარი რამ იმალება მის ყინულის ქვეშ. რადგან ანტარქტიდის სქელი მყინვარების ქვეშ დამალული ტბები არსებობს. და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა არსებობდა მანამდე, სანამ კონტინენტი ყინულით დაიფარებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათგანი ვოსტოკის ტბა. ის აღმოაჩინეს 1990-იანი წლების ბოლოს რუსული კვლევითი სადგურის ვოსტოკის მახლობლად. მაგრამ მეცნიერებს ის პირდაპირ არ უნახავთ, რადგან ის თითქმის 4 კილომეტრი სისქისქის ყინულის ქვეშ არის დამალული. მხოლოდ მათი რადარის ტექნოლოგიის საშუალებით გაიგეს, რომ ყინვარის ქვეშ უზარმაზარი ტბა იყო. და ეს პატარა ტბა არ არის. მისი სიგრძე დაახლოებით 160 კილომეტრია და სიგანე თითქმის 30 კილომეტრი, თითქოს მთელი დამალული სამყარო იყოს ანტარქტიდის ქვეშ. ამიტომ მეცნიერები ძალიან დაინტერესდნენ, რადგან ზედაფენის ყინული ტბის ზემოთ თითქოს დედამიწის ისტორიის წიგნია. აქ შენახულია ინფორმაცია ატმოსფეროს, მტვრისა და პლანეტის კლიმატის შესახებ მილიონობით წლის წინ. მაგრამ ყველაზე საინტერესო კითხვა ასეთია. არსებობს კი სიცოცხლე ტბის შიგნით. 1999 წელს დაწყებული ხანგრძლივი საბურთი პროექტის შემდეგ მათ საბოლოოდ მიაღწიეს ტბას 2012 წელს. და როდესაც მათ შეისწავლეს აქედან აღებული ნიმუშები, მათ გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს. 4000-ზე მეტი ბაქტერიის სახეობა აღმოაჩინეს უკიდურეს პირობებში. და იქ მხოლოდ ციცივე არ იყო პრობლემა, იმის გამო, რომ ზედაპირზე ძალიან სქელი ყინულია. ტბის შიგნით წნევა დაახლოებით 300 ატმოსფეროს აღწევს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, არსებობენ ორგანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ გადარჩენა ისეთ ადგილას, სადაც ნორმალური სიცოცხლე თითქმის შეუძლებელია. და ისევ მეცნიერები დიდ კითხვაზე დაფიქრდნენ. არსებობს თუ არა სიცოცხლე ანტარქტიდის ყინულის ქვეშ? შესაძლებელია კი, რომ სიცოცხლე არსებობდეს გაყინული ზღვის ქვეშაც. სხვა პლანეტაზე ან მთვარეზე, კოსმოსში. ეხლა დავბრუნდეთ. მეცნიერების აღტაცება ვოსტოკის ტბის მიმართ დიდხანს არ გაგრძელებულა. შემდგომში გაირკვა, რომ უმეტესობა იმ მიკროორგანიზმებისა, რომლებიც მათ აღმოაჩინეს, სინამდვილეში მხოლოდ იმ საბურღის სითხიდან იყო, რომელიც გამოიყენეს ყინულის გასახვრეტად. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ნიმუშები დაბინძურებული იყო. და აღმოჩნდა, რომ ტბის ზედაპირულ წყლებში თითქმის არ იყო სიცოცხლე. თითქმის. რადგან მათ მაინც აღმოაჩინეს რაღაც. უცნაური ბაქტერია, რომელსაც უწოდეს W12310 და აქედან ყველაფერი საინტერესო გახდა. როდესაც მისი გენეტიკა შეამოწმეს, დედამიწაზე ცნობილ ორგანიზმებთან დამთხვევა მხოლოდ 86%-ზე ნაკლები იყო. და მეცნიერების თქმით, საჭიროა მინიმუმ 90%-იანი გენეტიკური დამთხვევა, რომ ორგანიზმი არსებულ სახეობად ჩაითვალოს. ეს ნიშნავს, რომ ეს შესაძლოა ბაქტერიის ახალი სახეობაა, რომელიც მეცნიერებას აქამდე არ უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ის უჩხულები ან უცხოპლანეტელი არსებები, რასაც ზოგი ელოდა, ეს მაინც დიდი აღმოჩენაა. და სანამ ანტარქტიდაზე კვლევა გრძელდება, კიდევ უფრო მეტი უძველესი საიდუმლო ნელ-ნელა ამოდის ყინულის ქვეშიდან. ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა 2020 წელს მოხდა.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა გამოაცხადა გიგანტური ძლოვანი კბილიანი პრიპრინველის ნამახის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ადრე ანტარქტიდაზე დაფრინავდა. მისი ნაშთები პირველად 1980-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ მხოლოდ ახლა მიხვდნენ მეცნიერები, რამდენად მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა. ეს არსება ეკუთვნოდა ერთ ჯგუფს. ეს ჯგუფი პელაგორნიტიდებად იწოდება, ისინი უძველესი მტაცებელი ზღვის ფრინველები იყვნენ, რომელთაც ნისკარტზე ძლოვანი კბილები ქულები ჰქონდათ. ეს ნამდვილი კბილები არ იყო, მაგრამ საკმარისი იყო, რომ მათი გარეგნობა საშიში ყოფილიყო. და რაც ყველაზე გასაოცარია, ისინი უზარმაზარი იყვნენ. კვლევართა თქმით, ამ ფრინველების ფრთების შლილი 5-დან 6 მეტრამდე აღწევდა, რაც თითქმის 20 ფუტია. ისინი უფრო დიდები იყვნენ, ვიდრე თანამედროვე ფრინველების უმეტესობა. პიტერ კლოუზის თქმით, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში მუშაობს, ეს ფრინველები სწრაფად გახდნენ გიგანტები, მას შემდეგ, რაც დინოზავრები გადაშენდნენ. მილიონობით წლის განმავლობაში ისინი ბატონობდნენ ცაზე, ანტარქტიდის უძველესი ოკეანის თავზე. ასევე შესაძლებელია, რომ ამგვარი არსებების კიდევ ბევრი ნამარხი იმალება ყინულის ქვეშ, რადგან უძველეს დროში ანტარქტიდა არ იყინებოდა. სინამდვილეში იმ დროს იყო პერიოდები, როდესაც სამხრეთის ოკეანის ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. ანტარქტიდა მაშინ ცხელი, მწვანე და სიცოცხლით სავსე იყო. მაგრამ მეცნიერების თქმით, ყველაფერი შეიცვალა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობის გამო. რამაც ძლიერი სათბურის ეფექტი გამოიწვია. ის შიში ისევ ბრუნდება. რადგან ბევრი ექსპერტის თქმით, დედამიწა ახლა უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის თითქმის ნეტმის ნებისმიერ ისტორიულ პერიოდში. და ამჯერად მთავარი მიზეზი ვულკანი კი არა, არამედ ადამიანის თანამედროვე ინდუსტრია. სინამდვილეში დასავლეთ ანტარქტიდის ზოგიერთი ნაწილი უკვე დნებვას იწყებს. და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო 10 წლეულებში კონტინენტი კვლავაც არ გახდება მწვანე, მეცნიერებისთვის ნათელია, რომ ცვლილება უკვე დაწყებულია. მაგრამ არსებობს დიდი პრობლემა. როდესაც პოლუსებზე ყინულები საბოლოოდ დადნება, ცვლილება მხოლოდ ანტარქტიდას კი არა, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხება, ანდო